თვითმმართველობის არჩევნები და მორიგი განხეთქილება ოპოზიციაში ნაციონალური მოძრაობა კოლეგებისგან ბუნდოვანების დასრულებას მოითხოვს. ლელუკი სწორედ ამ პოზიციას ინარჩუნებს. ახალ პარტია მზადებას ღიად ადასტურებს, ამბობს და აღიარებს იმასაც, რომ ბოიკოტის შემდეგ სამოქმედო გეგმა ოპოზიციაში არ არსებობს. ვინ დარჩება პოლიტიკურ ველზე, ამას სწორედ ოქტომბრის არჩევნები გადაწყვეტს. გიორგი აბაზაძის სიუჟეტი. მათი მხრიდან ლეგიტიმაციის შექმნის მცდელობას მივყავართ არასასურველ შედეგამდე. დაპირისპირება, ქაოსი და დაბნეულობა რადიკალების ფაქტობრივი მდგომარეობაა. თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში ურთიერთბრალდებების მიზეზია. ნაციონალური მოძრაობა და მისი დანაყოფი გვარამია მელიას ახალი ირწმუნებიან, რომ არჩევნებში არ მონაწილეობენ. დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პოლიტიკური მკაფიობის დრო დადგა. ანუ დადგა დრო ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისა. კერძოდ, რას ვაკეთებთ? შევდივართ თუ არა ფარსში სახელად ადგილობრივი არჩევნები. ორაზროვნება და ბუნდოვანება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ძალიან ასუსტებს. ნაცმოძრაობის განაყოფის კიდევ ერთი პარტია არჩევნებში მონაწილეობს. კახარიას პარტია ღიად ემზადება. ლელუკი ჯერ ფარულობას ირჩევს. ლელო ძლიერი საქართველო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას მაშინ გააკეთებს, როდესაც ამას ჩათვლის საჭიროდ და როდესაც ამის დრო მოვა. დიახ, ჩვენ ვემზადებით მათ შორის მუნიციპალური არჩევნებისთვის. ღიად საუბრობს გირჩი. საკუთარ შანსებს ისინი 4 ოქტომბრის არჩევნებზე კიდევ ერთხელ ცდიან. თუ პარტიას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, ან არჩევნებით უნდა გააკეთოს ეს, ან რევოლუციით. ამიტომ თუ რევოლუციას არ აწყობა არჩევნებში მონაწილეობა, ბუნებრივია პარტიებისთვის. ამიტომ ჩვენ დიდი ხანია ვემზადებით ამ არჩევნებისთვის, უკვე კანდიდატების შერჩევის პროცესში ვართ. აი ეს რაღაც ცირკი, რომელიც მოწყობილია ახლა ეგრეთ წოდებულ პროდასალურ ბარიერ გადალახულ პარტიებს შორის, ჩვენთვის უბრალოდ იმაზე მეტყოლებს, რომ არამე რაღაც კაფე ოპოზიცია არ აქვს, ან თუ აქვს, ეშინიათ ამ პოზიციის დაფიქსირებას, იმიტომ რომ ერთდროულად შეუთავსებელ რაღაცებს ამბობენ. სატელევიზიო პროექტად ქცეული ოპოზიცია ახლა უცხოელი პატრონების მორიგ დავალებას ელოდება. ქართული ოცნების შეფასებით არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაც და მისი ბოიკოტიც რადიკალებისთვის მხოლოდ პოლიტიკური განაჩენი იქნება. უპრინციპო და უღირსი პოლიტიკოსებისგან ვერანაირ ღირსებაზე და პრინციპულობაზე ვერ გვექნება რაიმე არგუმენტი მიღებული. მეორე მხრივ ფაქტია, რომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ასევე ამავდროულად მიიღებენ პასუხს ჩვენი საზოგადოებისგან, რაც იქნება მათი მარცხი. შესაბამისად, ამ მარცხის გამომზეურება შეიძლება არ სურდეთ, თუმცა, როდესაც შენ არ წარმოადგენ საკუთარ თავს და ხარ პატრონის ნებასრულის განხორციელებელი, მოქმედებ მისი დავალებით და განკარგულებით. დაპირისპირება არის არა მხოლოდ ამ 4 რადიკალურ პარტიას შორის, კოლექტიურ ნაცმოძრაობას გულისხმობ, არამედ უშუალოდ თვითონ პარტიის წევრებს შორისაც. წინა არჩევნებს თუ გადავხედოთ, საერთოდ არც უმუშავია, ველზეც არ იყვნენ გასულები, გარედან ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია, სავარაუდოდ წელსაც ესე იქნება, თუმცა ეს ყველაფერი მათთვის კონტრპროდუქტიულია და შესაბამისად მაგიტომ არის, რომ ესეთი დიდი ანგარიშით უგებ ჩვენ ყველა არჩევნებს. ვიდრე კოლექტიური ნაცმოძრაობა პატრონებისგან ზუსტ მითითებებს მიიღებს, მანამდე დიდი ხნის წინ მიღებულ დავალებას მიხვებიან. გააგრძელონ დესტრუქციული პროცესები და ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარებას, რადგან პრიორიტეტული უცხო ქვეყნებიდან მათი პატრონების დირექტივებია.